მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები. სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. პარლამენტის დღევანდელი სხდომა შიო მესამის პატრიარქად აღსაყდრების მილოცვით დაიწყო. დეპუტატებმა განცხადებები დღის მნიშვნელობაზე გააკეთეს. ითქვა ისიც, რომ უმნიშვნელოვანესი იქნება ახალი პატრიარქის როლი ერის ცხოვრებაში. მინდა მიულოცო მის უწმინდესობას და უნიტარესობას. აღსადრება მინდა უსურვო, რომ ეს ძიმე ჯვარი მას რომელიც მან გადმოიბარა ჩვენი წმინდა პატრიარქისგან ილია მეორისგან ეტარებინოს ისე რომ მართლად აღსულებული იყოს ის თავარი ღირებულებები რომელიც ჩადებული არის ჩვენს წმენაში მინდა თქვენი სახელით მიულოცო მას და სრულიად საქართველოს ეს განსაკუთრებული უდიდესი დღე ფქვილი, შაქარი, მაკარონი, ქათამი, კვერცხი, მარკეტებში ფასდაკლებული სასურსათო პროდუქტების კალათა უკვე გამოჩნდა. ქსელურ მარკეტებში სოციალური კალათების განთავსება დაიწყო. პირველი ეტაპისთვის სპეციალურად მოწყობილ კუთხეებში 15 სახეობის სასურსათო პროდუქტი ფასდაკლებით გაიყიდება. სოციალურ კალათაში შედის ფქვილი, ბრინჯი, შაქარი, წიწიბურა, ქათამი, ტკბილეული, მაკარონი, რძის ნაწარმი და სხვა ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები. ქსელური მარკეტების წარმომადგენლების განცხადებით, პროდუქტების ჩამონათვალი მომხმარებელთა მოთხოვნების შესაბამისად პერიოდულად განახლდება. აქცენტს გავაკეთებთ სოციალურ და სამოხმარებელ კალათზე. პირობითად ბურღულის კატეგორიიდან, როგორც არის მაკარონი, ფქვილი, ბრინჯი, შაქარი, წიწიბურა და ასე შემდეგ. მაგალითად რძის ნაწარმიდან, ხორცს პროდუქტები და ასე შემდეგ. პროდუქტები, რომელიც ყველაზე ხშირად ხდება სამოხმარებელ კალათში. გავსი პროდუქტები მომხმარებელმა მარტივად რო მოძებნოს ჩვენს ქსელში და ჩვენს მაღაზიებში, იქნება წარმოდგენილი დამატებით განთავსების ადგილებზე, კალათებში და მათ ექნებათ განსხვავებული ფასმაჩვენებლები. შევიმუშავეთ კალათა, რომელიც მოიცავს ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებს და ამ კალათების უფრო გაიაფებასა და ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით დავიწყეთ თანამშრომლობა ჩვენს მომწოდებლებთან. ამ თანამშრომლობის საფუძველზე 7 მაისიდან უკვე ჩაეშვა აქციები, რომელიც ყოველკვირეულად განახლდება და ყოველ ხუთშაბათს მომხმარებლებს ახალ პროდუქტებს განახლებული ფასით შევთავაზებთ. ვფიქრობთ, რომ იმისთვის, რომ მომხმარებელი კიდევ უფრო კომფორტულად გაერკვეს ამ აქციაში, შევქმნით ესეთი საფასარი, წითელი, რომელიც ყოველი ფასის გასწვრივ იქნება დაკიდებული და აწერია ტოპ ფასი. ამის მიხედვით მომხმარებელი უკვე მარტივად მოახდენს ნავიგაციას ჩვენს ქსელში. სოციალური კალათის გარკვეული პროდუქტებზე ჩვენი კომპანიის შესაძლებლობის ფარგლებში ხორციელდება გარკვეული შეთავაზებები პროდუქტებზე. ეს არის პირველადი მოხმარების პროდუქტები. რა თქმა უნდა, ეს მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, ეს პროდუქტები ჩანაცვლდება სხვადასხვა ბრენდის თუ სახეობის უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს. განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განხილვა კამათის ფონზე წარიმართა. ინიციატივის მიხედვით ზუსტდება გარდამავალი დებულება, რომლის თანახმად 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტებს 2030-31 სასწავლო წლის ჩათვლით შეუნარჩუნდებათ არამხოლოდ უკვე მოპოვებული დაფინანსება, არამედ მიეცემათ მისი მოპოვებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობაც. საკანონმდებლო ცვლილებებს საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. საუბარია გრანტის მოპოვების ნაწილზე და გაუმჯობესებაზე. დღეს არსებულ მთავრობის დადგენილებაში გაუმჯობესება ისედაც არის ფორმულირებული, იქ ჩანაწერია, რომ მათ ვის მოიპოვა უკვე გრანტი და ეხლა იქნებათ საშუალება ეგრეთ წოდებული ნულოვანი გრანტის ნაწილიდან მოხდეს ახალი საგრანტო დაფინანსების მოპოვება. ამით პრაქტიკულად ყველა კატეგორიას მოვიცავთ სტუდენტებისა და მათ შორის არ დავტოვებთ იმ სტუდენტებსაც, რომლებიც ძველი მოდელით 30-31 წლამდე დაასრულებენ შესაბამისი ძველი მოდელით შესაბამის საბაკალავრო პროგრამებს. ასევე სოციალური დაფინანსების ნაწილსაც ეხება. როდის ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი წელს? დეკემბერში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ფაქტიურად სამართლებრივი ჩარჩო ამ კონკურსის ჩატარების არ არსებობდა. რატომ მოხდა? დავუშვათ, რატომ ვერ გაითვალისწინეთ დეკემბერში, რომ ეს საჭიროება დადგებოდა
და შესაბამისად გადაიწია ამ კონკურსის გამოცხადება. ივნისში ან ივლისში იქნება ჩატარებული. ასე რომ ამ მიმართულებით ვფიქრობთ, რომ არანაირი ვადების დარღვევა და შესაბამისად კანონის დარღვევას ადგილი არ ექნება. სავარაუდოდ ივნისის ბოლო, ივლისის პერიოდი. ვფიქრობ, რომ ოპოზიციას ამ შემთხვევაში მორალური უფლება არ აქვს ამ რეფორმაზე ისაუბროს, განსაკუთრებით როდესაც ოპოზიციის მანდატით ხარ განათლების კომიტეტის წევრი და ამ მანდატით კომიტეტშივე სამუშაო პროცესში, როდესაც შეგიძლია რომ ცვლილებებით შეიტანო, ახალი ინიციატივაც წარმოადგინო და ამ მანდატს იყენებ მხოლოდ აი ასეთი განაცხადების გასაკეთებლად, უბრალოდ ვფიქრობ, რომ არასწორია, გარდა იმისა, რომ ფაქტობრივ უზუსტობებსაც შეიცავს ის, რაზეც თქვენ საუბრობდით. მე გირჩევთ, რომ პოლიტიკურად არ გამოიყენოთ ის უმნიშვნელოვანესი პროცესი, რაც განათლების რეფორმა ხორციელდება და ჩაერთოთ ამ პროცესში და თქვენი ინიციატივები შემოიტანოთ აი ამ манипуляციების მაგივრად. სოფელ ბაილეთში სკოლასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო 4 მეტრიანი საავტომობილო ხიდი, რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები, 200 მეტრის ლითონის საცხაურები, 690 მეტრის სიგრძის ასფალტის გზა და ეზოებში შესასვლელები. გზის რეაბილიტაცია რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ყველა სოფელში ეტაპობრივად იგეგმება. ამჟამად ვიმყოფებით სოფელ ბაილეთში, სადაც სკოლასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით მოიწყო საავტომობილო ხიდი, სანიაღვრე არხები, ლითონის ცხაურები და კეთდება ასფალტის გზა, სადაც გათვალისწინებულია ეზოებში შესასვლელები, გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. არ ქონდა სანიაღვრე არხები, არ იყო მოწესრიგებული, ხიდს პრობლემები ქონდა, ეს ყველაფერი გაკეთდა, სანიაღვრე არხი გაკეთდა, ხიდი კაპიტალურად ძალიან გასაგვირად და აი რო უყურებ, ამან ძალიან უნდა შეცვალოს მდგომარეობა იმ ბავშვების, სკოლამდელი ბავშვების, რომლებიც ბაღში დადიან, იმ ბავშვების, რომლებიც სკოლაში დადიან და ადამიანებისათვის გადაადგილების საუკეთესო საშუალება არის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საპროცესო მოქმედებების შედეგად მოსამართლის განჩინების საფუძველზე ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 54 პირი დააკავეს. კიდევ 7 პირს კი ბრალი წარედგინა, ნაწილს კი პენიტენციალურ დაწესებულებებში, ნაწილს კი დაუსწრებლად. მათ შორის 2 საზღვარგარეთ მყოფი, ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდია. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცავების მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები აწყობდნენ ეგრეთ წოდებულ ქურდულ გარჩევებს, გამოჰქონდათ ეგრეთ წოდებული ქურდული გადაწყვეტილებები. დაკავებულები უკავშირდებოდნენ ქურდულ სამყაროს წარმომადგენლებს, მათ შორის ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებს, ლევან მარღიას და ნოდარ შუკაკიძეს, რომლებიც პირადი სარგებლობის მიღების მიზნით ეგრეთ წოდებული ქურდული წესების შესაბამისად მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შედეგადაც ხარებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარისწორებით ან სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. სამართალდამცავების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად დივტკიცებად ამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და ასევე უცხოეთში მცხოვრებ ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ. ასევე პოლიციის მიერ ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა, 223 ტერცია, 223 კვარტა და 226 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისი მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებისა და ფსიქოტროპული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს, მათ შორის 1 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. სამართალდამცავებმა ბრალდებულების პირადი, ასევე ერთ-ერთი მათგანის კუთვნილი ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ნივთკიცება დამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება 500 აბი და 2 კილომდე გამომშრალი მარიხუანა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260, 260 კვარტა და 271 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ლანჩხუთელმა ფეხბურთელმა გოგონებმა მთავარი მეტოქე დაამარცხეს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ქალთა ლიგაში მე-11 ტურის მატჩები გაიმართა. საფეხბურთო კლუბმა ლანჩხუთმა ბოლო წლების მთავარ მეტოქეს ნიკა ლუსოს უმასპინძლა. ლიდერთა მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. გურული გოგონები 22 წუთზე ნინო ბუხრიკიძემ დააწინაურა, თუმცა 6 წუთში სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს. მატჩის დამატებით წუთზე ლანჩხუთელმა ლეგიონელმა გაბრიელა კამარგომ გამარჯვების გოლი გაიტანა. ეს ლანჩხუთისთვის მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. ლანჩხუთი ქულებით ლიდერს ნიკა ლუსოს გაუთანაბრდა. ახლა ორივე გუნდს 30-30 ქულა აქვს. ლანჩხუთელები მეორე ადგილზე არიან, რადგან თბილისელებს უფრო მეტი გოლი აქვთ გატანილი. ჩვენი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, რომელმაც დღეს მე მგონი რომ გამარჯვების გოლი გაუტანა ნიკა ლუსოს. საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხე ლიგაში მე-7 ტურის მატჩები გაიმართა. ოზურგეთის მერცხალი სამკვირიანი პაუზის შემდეგ სახლში დაბრუნდა და საკუთარ მოედანზე სამგურალ 2-ს უმასპინძლა. დაძაბული ბრძოლა უგოლოდ დასრულდა და მერცხალმა მხოლოდ 1 ქულის მოპოვება შეძლო. 7 ტურის შემდეგ მერცხალს 14 ქულა აქვს და ამ მომენტისთვის გათამაშების ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფება. კვლავ დამარცხდა ჩოხატაურის ბახმარო, რომელმაც სტუმრად წალენჯიხაში სქურთან დათმო შეხვედრა მინიმალური ანგარიშით 0-1. ახლა ჩვენს ეთერში ამინდის დროა. ხვალ ოზურგეთში ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდი იქნება და ჰაერი 27 გრადუსამდე გათბება. ლანჩხუთშიც ღრუბელია მოსალოდნელი და 30 გრადუსია ნავარაუდები. რაც შეეხება ჩოხატაურს, აქ ჰაერი 28 გრადუსამდე გათბება. ამინდი კი ნაწილობრივ მზიანი იქნება. გადავინაცვლოთ კურორტებზე. ბახმაროში ცვალებადი მოღრუბლულობაა ნავარაუდები. ტემპერატურა კი 13 გრადუსამდე ავა. ურეკში კი ჰაერი 26 გრადუსამდე გათბება. ხოლო დედაქალაქში უმეტესად მზიანი ამინდი იქნება და ჰაერი 27 გრადუსი იქნება. ეს გახლდათ ჩემ ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.